მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ PMG ნიკა და ამ ვიდეოში ძალიან კარგი ამბები მაქვს. მოკლედ, არა მარტო დავდე მორტიზი 30 რანგზე, ამის მერე გავაგზავნეთ აფუშვა და გვინდოდა 31 რანგი, ანუ უფრო მეტი რა თქმა უნდა, მაგრამ 1500-ზე საფწუხაროდ წავაგეთ და მოკლედ მეტი რო არ წავეგო შევჩერდით. ამჯერად ვარ რეკორდებს ახლა ვეკანახებთ ხალხო. ზუსტად არ ვიცი რამდენადზე ვარ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ზოგი იგებს, ზოგი აგებს. ჯერ 72-ზე ვიყავი, მე 68-ზე და ახლა 71-ზე გადავედი. მოკლედ ფუშავენ და ფუშავენ თასებს ესენი. ამჯერად 71-ზე ვარ და მოკლედ ესეთი საქმის რა. აუცილებლად მინდა რომ სკინი დავეცრე მორტიზე და რა თქმა უნდა, სხვა თუ არაფერი როგორ მორტიზი. ასევე ვინმე თუ სპონსორი გამოშვებით ძალიან გამიხარდება. აი ეს არის ორი ჩანელი, რომელიც დაგვეხმარა, თემუკა, იგივე Epic Gamer-ი და გიორგი, როგორც ხედავთ, მისი ჩანელიც. გამოიწერეთ ორივე ჩანელები და ანუ ზარიც გააქტიურეთ, რადგან მათი ახალი ვიდეოები და ლაივები ნახოთ, იმიტომ რომ ლაივებს კვირაში ერთხელ მაინც უშვებენ. ეგ ყველაზე დიდი. ახლა კიდე გადავიდეთ უკვე გეიმპლეიზე, მოკლედ ძალიან კაი გეიმპლეი იყო და თქვენ თვითონაც ახლა ნახავთ. მოკლედ, აი ესეც ჩვენი ერთ-ერთი მეჩი, როგორც ხედავთ, ძალიან კარგი გუნდი ყავთ. აი ეს ჰირავისაც აწერია, ჯერ ხო სამოქროვიანი ბიბის მოთამაშეა და რავი, ეს სკინი ძალიან ძველია, როგორც იცით. ასევე მორტიზიც ძალიან კაი ამ მაპზე და დაინამიკი ხო რა თქმა უნდა. მოკლედ აქ ახლა წესით ვერ დავიჭერ, თუ დავიჭერ, არა, ვერა. და ეს პირველი გოლი გაგვიტანეს. როგორც ხედავთ, ძალიან ცუდად მივდივართ. და იმედია გამოსწორდება ეს ყველაფერი. აგერ გიომ მოითრია ბიბი, მე შევრაშე დაინამიკთან რა თქმა უნდა და მოკლედ ასე რომ ვთქვათ მოვკალი. აქ გიომ კიდე გააშეშა იგი. ანუ მორტიზი. მე აქავე ხა ბურთი გავიტანე, ერთ-ერთია და გავთანაბრდით, როგორც ხედავთ, ბოდიშით რომ ეს რაღაც გამოჩნდა. გავთანაბრდით, ანუ და ახლა უკვე გრძელდება. აქ გიომ კი მოითრია, მაგრამ დაინამიკმა ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთა. არ ვიცი რატომ მიჭედავს ხალხო, მაგრამ აქ ვერ გავიტანე გოლი. აგერ ჩვენი Epic Gamer-ი ჩამორჩა და აგერ გოლი რო უნდა გაეტანათ, მოდი ხა დავახო ბოდიშით ხალხო, მაგრამ ძალიან ისეთი კადრი არის აქ და არ მინდა რომ გამოგატოვინოთ. მოკლედ აქ გოლს კი გაიტანდა, მაგრამ მე კიდე გიომ დაიჭირა. გიოს. ეხა აქ ისე მე ჩამიგდოთ ჰაიპერჩარჯიანი სუპერი და გიოს გადაუგდე მე. აქ უკვე წავალთ ალბათ მალე, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ დავიჭირე. აქ მართლა თუ გაიტანდა უკვე წავაგებდით. მოკლედ აქ უკვე მაღლა ავედით, ჰაიპერჩარჯი გააქტიურა ჩვენიანმა, მაგრამ იმათიანაც გააქტიურა და მე აქ ვისროლი და გავიტანე. ძალიან კარგი გოლითან. ესეც ჩვენი შემდეგი მეჩი. ამ მეჩში არის როგორც ხედავთ, ერთ-ერთი უძველესი და უიშვიათესი სკინი, სტარშელი. არა მარტო სტარშელი, კაი კომბო ყავთ როგორც ხედავთ. და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, იმათთვის. აქ მე ვცადე რაღაც, მაგრამ დიდი ვერაფერი, იმიტომ ხალხო რომ შელი ძალიან ძლიერია, თან ეს მოთამაშე მithumedes. აქ ძალიან კარგად წავედით და ყველაფერი, გიომ სუპერიოდ დაარტყა, აღარ გამორაშეს, თორე გოლის შანსი ექნებოდათ. აქ ახლა მე წასვლა ვცადე, მაგრამ შელი სუპერით მომდევდა და თან ახლა მაღლა 2-1 გენან. აქედან შელი მას გამორაშა და მე ახლა იქ ორის მოკლა გადავწყვიტი, ასე რომ ვთქვათ. ძალიან ბევრი გული დავაკელი ის ამათ. აქეთ ბურთი უკვე მიდის აქეთკენ, ცოტა ასე ვთქვათ, მივდივარ ჩატევისკენ. მაგრამ თან პოზიციას ვინ არჩუნებთ, იმიტომ ხალხო რომ ანუ არ გვიან წაკება რა თქმა უნდა. აქ მე კარლი ძალიან ადვილად გავანადგურე და წესით მალეც გავიტანდით გოლს, მაგრამ შელი შეგვარჩი რადგან უნდა რომ შელი ძალიან ძლიერია. ჩვენიანი აქ ჰაიპერჩარჯი ყენებს, ვაძლევ პას. აქ სუპერი გადავატარე. იქიდან წამოვიღე ბურთი და გავიტანე პირველი გოლი. მოკლედ 1-0-ია როგორც ხედავთ და ვიგებთ. რაც ძალიან კარგია. იწყება ჩვენი თამაში სუპერით და აქ ვკლავთ ბერის. გადავდივართ შემდეგზე და ესეც მოვკალით უკვე, ესეც მოვკალი და მომცა პასი და გავიტანეთ გოლი. ახლა ძალიან ცოტა ხნიანი ვიდეო გამოვა, იმიტომ რამოდენიმე მეჩს კიდე გვაჩვენებთ. მოკლედ, ესეც კიდევ ერთი მეჩი. მათი კომბო არის ძალიან კარგი. ჯეკი ძალიან ბევრს აკაუნტერებს, პაკიც ძალიან გვაკაუნტერებს და მორტიზი ხო მithumedes. მორტიზი ფრენკს უფრო ალბათ.
აქ გიომ ძალიან კარგად ითამაშა, კედლებიც ჩამწვია, სპაიკიც მოკლა და ძალიან ცოტა გოლზე დატოვა მორტიზი. ამიტომ მე დეშით მოვყალი მორტიზიც და გოლიც გავიტანე. ნუ ჯეკიმ ცოტა დაგვიანა. შემდეგი უკვე ამ გოლის მერე იწყება როგორც ხედავთ ჯეკიზე შეტევით, მაგრამ არაფერი გამომივიდა დიდი, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდა რა, კაი გოლები გავიტანე ისე. და ის ბოდიშით რო 23 წამიანი გავუშვი. მაგრამ აი აქ უკვე ძალიან კაი კომბოა მართლა ხალხო. დაინამაიკი, გიოს აშეშებს და ასევე ყველას გვაშეშებს საერთოდ, მაგრამ განსაკუთრებით ფრენკს აკაუნტერებს. ასევე შელი ძალიან კარგი მოთამაშეა, და ბევრს აკაუნტერებს, ბრაულერიც კაი და მოთამაშეც კაი იყო და ედგარიც რამოდენიმე გვაკაუნტერებს, რამოდენიმეს კი თითქმის ყველას. ამიტომ მოკლედ ყველა კაუნტერთან ვთამაშობთ. აი მე ედგარი მაკაუნტერებს, შელიც მაკაუნტერებს. თემოს ედგარიც აკაუნტერებს და შელიც აკაუნტერებს და გიოს კიდე ვაფშე სამივე. ამიტომ კაუნტერებთან ვთამაშობთ, რაც ძალიან ძნელია რა. არ ვიცი ვინმეს თუ გამოცილი გაქვთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. აქ ასევე გააშეშა, აი გიო როგორც დაინახეთ დაინამაიკმა, გაჯეტარტყავდა და გააშეშა. აქ შელის მის ცამან პასი და მოკლედ გადავჭით რომ შელი მარ დაარტყა. მაგრამ იქიდან უკვე დაარტყა. ნუ სუპერით გაიტანა, ასე რომ ვთქვათ. აქ უკვე წინ წავედით, იმიტომ რომ გოლი გვჭირდებოდა და თან 1 წუთი ნახევარი იყო დარჩენილი, ძალიან ცოტაა. ამიტომ აქ მე ახლა გავრაშე და დაინამაიკს მაინც გაუტანე გოლი. მომკლა, მაგრამ მაინც გაუტანე. აქ ახლა უკვე დაიწყო 1-1 და მოკლედ ყველაფერი ძალიან დაძაბულად მიდიოდა. ამიტომ დაიწყო კარგად თამაში უკვე მართლა. და როგორც ხედავთ, გავანადგურეთ მათი გუნდი. შლიღა იყო და ედგარი, მაგრამ ედგარი ჩაგვიხდა. აგერ უკვე თემომ გაიტანა. აი ეს გოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. აი მოკლედ აქ მეგობრებო, კარგად დააკვირდით, ანუ ეს მომენტი რო არ გამოაჩინო, არ ვიცი, მოკლედ თემო ახალი დაბრუნებულია ამ თამაშში და უყურეთ აქ პროსტა რა გოლი გაიტანა, ანუ დაინამაიკმა რო აფეთქა, გათვალა და პირდაპირ იქით დაარტყა. ანუ ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, ძალიან დამეხმარნენ და გთხოვთ რომ გადავიხვდეთ მათ არხზე. მოკლედ მათ YouTube-ის ლინკებს თუ მოვახერხებ ჩავაგდებ აუცილებლად აღწერაში. თუ არა და ნუ აგერებს ჩანელები კიდევ ერთხელ და გამოიწერეთ მათი არხი, გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარით ისევე თუ გინდათ უფრო დიდი ვიდეოები და მოკლედ მადლობა ყველას ვინც უყურა და გთხოვთ მეგობრებო. და მოკლედ გთხოვთ მეგობრებო რომ 1000 გამომწერამდე ამიყვანოთ. ძალიან გთხოვთ. დაალაიქეთ არხი, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ბოდიშიც ძალიან დაბნეული ვარ, იმიტომ რომ გამიხარდა რომ რეკორდებში შევედი მორტიზით და დაუბრუნდი ჩემ მორტიზის მეინობას, ასე რომ ვთქვათ. ბოდიშით თუ რაღაც ვიდეოში ცოტა ცუდი იყო, დამიწერეთ რა გამოვასწორო და ყველას დიდი მადლობა ვინც უყურა, დაალაიქა ვიდეო და გამოიწერა არხი. გთხოვთ მართლა გამოიწერეთ არხი რა. არა მარტო ჩემი, არამედ მათი, რადგან მათ გარეშე მე ვერ დავდებდი იმას და საერთოდ 1000-საც ვერ ავიყვანდი. მადლობა ყველას ვინც უყურეთ კიდევ ერთხელ. ნახვამდის. მოკლედ მეგობრებო, ბოდიშით თუ ახლა გაჭრებით, მაგრამ 92%-ზე მეტს მართლა არ გაქვთ არხი გამოწერილი და გთხოვთ მეგობრებო გამოიწერეთ რა. ძალიან გთხოვთ.